რუსეთის უშიშროების სამსახური აცხადებს, რომ გენერალ იგორ კირილოვის მკვლელობის ბრალდებით უზბეკეთის 29 წლის მოქალაქე დააკავეს. კირილოვი სამშაბათ 17 დეკემბერს საცხოვრებელი კორპუსის წინ სკუტერში ჩამალული ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქებას ემსხვერპლა. მის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა აიღო. იგორ კირილოვი ბირთვულ ბიოლოგიურ და ქიმიურ სამხედრო ძალებს ხელმძღვანელობდა. რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დმიტრი მედვედევმა პირობა დადო, რომ კიევს სამაგიეროს გადაუხდის. ნებისმიერ შემთხვევაში სამართალდამცავმა უწყებებმა მკვლელები უნდა იპოვონ და ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რათა კიევში მყოფი დამკვეთები გაანადგურონ. დამკვეთები უკვე ცნობილია. ეს უკრაინის სამხედრო პოლიტიკური ხელმძღვანელობაა. გაეროს გენერალური მდივნის პრესსპიკერმა სტეფან დუჟარიკმა მონაწილე მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდა. იმავდროულად ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა ამბობს, რომ მას იგორ კირილოვის მკვლელობაში ბრალი არ მიუძღვის. ეს არაა ის, რაშიც ჩართული ვიყავით. ცხადია, ის იყო გენერალი, რომელსაც უამრავი სისასტიკე აქვს ჩადენილი. კირილოვი ხელმძღვანელობდა უკრაინელის სამხედროების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებასაც. ეს ისაა, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საჯაროდ ადრეც შეაფასა. მოსკოვი ბრალდებას უარყოფს. ამის საწინააღმდეგოდ იგი ტოქსიკური ნივთიერებების გამოყენებაში კიევს ადანაშაულებს.